სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია ajar.net.com-ის მიერ. ფაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. დღეს დააგვიანე. მაპატიეთ მის გიდის. ეს აღარ განმეორდება. ეს უკვე მითხარი. პირდებით. იმედი მაქვს. ლუისის მიზა. რას ვიგონებთ? ჩემს საოცარ გამოგონებას ვასრულებ. მარტო საყვარელი კი არა, მორიდებულიც ხარ. დაინტრიგებული ხარ? დაინტრიგებულია, ეს გადაჭარბებულია. უბრალოდ მაინტერესებს. კარგი. მე გამოვიგონე პროგრამა, რომელიც აფიქსირებს მოქცევებს, მიქცევებს და წყლის ტემპერატურას. და ეს რისთვის გჭირდება? რათა ვიცოდე, სად არის თევზი და შია თუ არა მას. საინტერესოა. ახლა ყველაფერს ნახავ. არა. ნოუთბუქისთვის ეს ზედმეტია. ახალისთვის ფული არ მაქვს. ვერ შეინახე? ვაპირებდი. აი, გენიოსა. აიღე. არა, კომპიუტერი მოკვდა. მორჩა. სამსახურს ვეძებ. გამარჯობა, რონი. როგორ ხარ? ვიცი რაც გინდა. მაგეწონა არა? უბრალოდ სწორად მოწყენილი იყო და მისი გამხიარულება მინდოდა. ახალი წესები იცი. დელფინების გამოკვება მხოლოდ მომთვინიერებლებს შეუძლიათ. მაგრამ ის კალმარზე გიждდება. მისი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ისე ხშირად აჭმევ, რომ უკვე ყველაფერი იცი? არა, უბრალოდ კი, მაგრამ ხანდახან. რონი ჩვენი ვარსკვლავია, მან კაცრი დიეტა უნდა დაიცვას. დიახ, მისის გიდის, მაპატიეთ. გამოგაგდო? ამის გამო? არც კი მჯერა. არა უშავს, ახალ სამსახურს იპოვნი. შესაძლოა, მაგრამ ეს სამუშაო მართლა მომწონდა. ნაყენის გაყიდა საშინელ ბავშვებზე? უკეთეს ვერ ინატრებ. ტაქტის შესახებ ხსმენია რამე? იქნებ როდესაც გიდისი დამშვიდება მიხვდეს მის დანაშაულს. ასე ვფიქრობ, რა თქმა უნდა. შესაძლოა. თან ვინი მუშაობს ასეთ მონსტრთან, როგორიც ისაა. კარგი მართლაც. კარგი ადგილი გაგვითავისუფლდა. კარგია. და რა თანამდებობაა? ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა იზრუნოთ მომხმარებლების ჯანმრთელობასა და ხასიათზე.
მაპატიეთ, მაგრამ ფული არ მაქვს. მე გადავიხდი. მადლობა, მაგრამ უფლებას ვერ მოგცემ. ნუ ღელავ, სამუშაო ვიპოვე. მართლა? ასეა. სხვათა შორის მე და შენ ერთად ვმუშაობთ. ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენი ადგილი დავიკავო. უკვე დაიკავე. რა? მე გამომაგდეს, ლუის. გამოგაგდეს? ხუმრობ? არა, არ ხუმრობ. იპოვე სამსახური. ხო. დაახლავ ნანობ. ეს იმისთვისა, რომ დაქირავებულებს მივაქციოთ ყურადღება. თქვენ არა, რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მოიცადე, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება. იქნებ მან არ იცოდა, რომ ეს მისი ადგილია. დამავიწყდა. ლუისი ხომ ერთგულების მაგალითია. კვლავ დაგავიწყდა ტაქტის შესახებიც. ცხვირს ნუ ჩამოუშვებ. ის ალბათ ნაყინს ბავშვს დაადებს თავზე. ვაფლის მაგივრებს და გამოაგდებენ. ამის შემდეგ კი სამსახურში დაბრუნდები. ეს მეპარება. ეს ყველაზე ადვილი სამუშაოა დედამიწაზე, ამიტომაც მომწონდა. ეს მართალია. ნაყინის გაყიდვა არც ისეთი რთული სამუშაოა. ასე არ ვფიქრობ. აი ისიც. თქვენს შემდეგ. კარგი, როგორც გინდა. აიღე. მამა. არა უშავს, ნუ ღელავ. შეგეძლე. There you go. ეს რა ხუმრობაა? მაპატიეთ, არ ვიცი რა ხდება. ამას ახლავე მენეჯერს ვეთყვი. არ ღერს ზერ. ზერ, თქვენ არ შოუ დამთავრებულია. გაგიჟება შეიძლება. ხომ შეიძლება რომ შეგამჩნიონ? ვიცით როგორც მოეკაცი კლეოს. ის გააგდეს, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ. რა საგეთებ მანდ? მე შესვენება მოვიწვე. მაგრამ შესვენება არ გაქვს. არავინ არ იყო. ვის ესაუბრებოდი? არავის. უბრალოდ დელფინს მივესალმე. მეც არავის. ეს შენი პირველი დღეა, ლუის. გირჩევ, კარგად წარმოაჩინო თავი. დიახ, მისის გიდის. გიჟები ხართ. ხო? შენ კი მოღალადე. მაგას თუ კაცობა ქვია. დავედით.
შეგიძლია ამ კომპიუტერებიდან ერთ-ერთი იყიდო. ლუის, მშვენიერია. ლუის. კმარა ამის გამო ნერვიულობა. კლეო შენს მიღებამდე გაათავისუფლეს. ვიცი, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. კმარა? მარტივი სათქმელია. კლეო დიდი გოგოა, გადაიტანს ამას. ვიცი, მაგრამ კლეოს ეს სამუშაო უყვარდა. თანაც კიდევ არის დელფინი, რომელსაც გიждდებოდა. რას ნიშნავს გიждდებოდა? დაივიწყე. უნდა წავიდე. შეხვედრამდე. მოწოდე, არ გინდა ეს ბროშურა ნახო. ლუის, გამარჯობა. ლეო, შეიძლება ვისაუბროთ? მამა, თუ ის ბიჭი მოვა, რომელსაც არ ველაპარაკები, უთხარი რომ არ ველაპარაკები. გონი შენთან საუბარი არ უნდოდა. ლეო, არ ვიცოდი რომ უმუშევარი დარჩე. 22 რაღაც წრიპინი მესმის. მისტერ სერტორი, უთხარით რომ ძალიან წუხარ იმის გამო რომ მისი ადგილი დავიკავე. ლუისი ამბობს, გავიგე. და გადაეცი რომ საქმე ამაში არაა. კლეომ თქვა რომ გავიგე და მე არ ვეთანხმები. როგორ შეგიძლია არ დამეთანხმა? შენ გამოგაგდეს კლეო. არ გაბედო ჩემთან ასე საუბარი. დარწმუნებული ხართ რომ მეორე აუზში არაა? დარწმუნებულები ვართ, ის არსად არ არის. მივამშვიდობისა. შიშობ რომ არც ისეთი მშვიდობიანია. რონი დაიკარგა ლუის. ხუმრობთ? იცი ასეთ რაღაცებზე არ ხუმრობენ. გვინდა გკითხოთ. დიახ, კარგი, რა თქმა უნდა. შემთხვევით ვინმე საეჭვო ხომ არ გინახავს? არა, არავინ. არა, ვიღაცები კი დავინახე, მაგრამ საეჭვოები არ არიან. რა საკეთებდი გუშინ ჭიშკართან? არაფერს. გეფიცებით. შენ ეს გააღე? არა, გეფიცებით. რომ წმდომოდა არც ვიცი როგორ იღება. მართლა? რა თქმა უნდა. იქნებ სხვაგვარად ალაპარაკდე, როდესაც ვიდეო ჩანაწერს გაჩვენებთ. ეს აუცილებელია. ამ კამერების ჩანაწერები ყოველთვის ისეთი უცნაურია. მშვიდად, ლუის. აი. ეს ახსენი. რა? ეს. ეს მე ვარ. მარტო მე? შენ ვიღაცას ესაუბრებოდი. რონის. ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს და მათთან საუბარი. განსაკუთრებით დელფინები. მე მიყვარს დელფინები. საქმე სერიოზულადაა, ლუის. დიახ, ამას ვაფასებ. იქ რა საკეთებდი? მე არაფრისთვის არ მიხლია ხელი. უბრალოდ ვეცადე არ ჩავარდნილიყავი. არ მჯერა. უკანასკნელად გკითხავ, ლუის. შენ გაუშვი რონის წყალქვეშა ჭიშკრიდან? არა, გეფიცებით. ყველა ჩანაწერი ვნახე. ამ წუთიდან რონი არსად არ არის. ეს საშინელებაა. მართლა, მაგრამ არ ვიცი როგორ არის ეს ჩემთან დაკავშირებული. შენ ხარ პასუხისმგებელი რონის გაუჩინარებასთან. არა, ასე არ არის. მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ეს სიმართლეა. კარგი. არჩევანი არ დამიტოვე. თუ შეიძლება პოლიციასთან დამაკავშირეთ. არ დაიჯერეთ. რონი დაიკარგა. რა საშინელება? ეს წყალქვეშა ჭიშკრიდან გაიპარა. მაგრამ ეს ყველაფერი არა. ამაში ლუისა დანაშაულებენ. საიდან მოიტანა ეს? არ ვიცი. მაგრამ ეს სიგიჟეა. ლუისი ამას არ გააკეთებდა. ყველაფერი უნდა გავიგო. ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ გავუშვით ის. უნდა მოყვეთ. ამის მოყოლა არ შეიძლება. კლეოს უყვარდა ეს დელფინი. ჩვენ გამო ის წავიდა. უნდა დავაბრუნოთ.
ეს სისულელია, ვერასოდეს ვიპოვით. ცოტა ოპტიმისტური იყავი რიგი. მე რეალისტი ვარ. ჩვენ ერთ დელფინს ვეძებთ მთელ ოკეანეში. ესე იგი უკეთ უნდა ვეძებოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიპოვით თუ მოწურდება და კუდზე გვიკვენს. თუ არ ვიპოვით, კლეო მოგკლავს. ისევ ნანობ რომ ნება მოგეცი ამის გაკეთებაზე და გეყოლიებინე რომ მე? კარგი, შესაძლოა ორივე დამნაშავეები ვართ, მაგრამ ჩვენ უკეთესი გვინდოდა. ეს ლუის უთხარი. სერიოზულად. შუაზე გამგლეჭს. ყველაფერი კლეოს უნდა მოვყვოთ. არა. არავითარ შემთხვევაში. კიდევ ბევრი ადგილი არ დაგვითვალიერებია. წავედით. ლუის. მხოლოდ ერთი რამ მითხარი. ეს შენ გააკეთე? არა. მაშინ შენ რატომ გადანაშაულებენ? მათ აქვთ ვიდეო ჩანაწერი, როგორ მიკიდია ხელი კარის ბერკეტზე, სწორედ იმ დროს, როდესაც თქვენი რონი დაიკარგა. მაშინ რატომ ხარ ასე დარწმუნებული იქნებ? შემთხვევით დააწექი ბერკეტს. დამიჯერე, ეს მე არ ყოფილვარ. ვიცი, ვინც გააკეთა ეს. მაშინ მოუყევი. არ შემიძლია. არა შეგიძლია. არა, არ შემიძლია. რატომ? იმიტომ რომ არ შემიძლია მათ მოვუყვე, რომ ორი შენი მეგობარი შემოცურდა აუზში და კარი არ დაკეტა. აბა. გელოდებოდით. არაფრის მოყოლა არ გინდათ? ეს ტოპი შენს თვალებს უხდება. თქვენ რონი ოკეანეში გაუშვით. გვაფატია კლეო შემთხვევით მოგვივიდა. არ ვიცოდით რომ უკან გამოგყვა. საერთოდ რას აკეთებდით იქ? შეიძლებოდა დაინახეთ. ჩვენ გვინდოდა ლუისისთვის ჭკუა გვესწავლებინა. იმისთვის რომ შენი ადგილი დაიკავა. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა მისთვის გაკვეთილი გვეჩვენებინა. რონი დაიკარგა. ლუის კი სერიოზული უსიამოვნება აქვს. ეს ის არის, რაც გჭირდებოდათ. და ამის შემდეგ დელფინი აღარ უნახავთ. სწორია. მე ვნახე ჩანაწერები, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია. შენ მარტო ის უნდა ამიხსნა, რას აკეთებდი მართვის ბერკეტთან. სიმართლე მითხარი და გაგიშვებ. რიფი დავათვალიერეთ. კიდევ დავათვალიერებთ. კლეო მთელ ოკეანეს ვერ გადავცურავთ. მას ალბათ შეა. სისულელია. ის თევზით სავსე ოკეანეშია. ის ხომ თავისუფლებაში არ გაზრდილა. წარმოდგენა არ აქვს როგორ მოიპოვა საკვები. რას ჭამს? კალმარებს. გიждდება მათზე. მათ გამო ყველაფერს გააკეთებს. მოიცადეთ. ერთი იდეა მაქვს. დღეს მთელი გუნდი ვნახე. მართლა? სად? მაკოსთან. საერთოდ რისთვის გინდათ? სათევზაოდ. კარგად. მადლობა, მამა. მაშასე. რაზეც აუყენებენ ბრალდებას. ბრალდებას? მე ცუდი არაფერი გამიკეთებია. როგორც კი გამოძიებას დავამთავრებთ და გიკავშირდებით. ახლა განყოფილებაში წაგიყვანთ და საქმეს გავხსნით. მისი მშობლები უკვე განყოფილებაში არიან. ვიმეორებ, მე დამნაშავე არ ვარ. კმარა, ლუის, შენ მხოლოდ რონის დაბრუნება გადაგარჩენს. მადლობა, სერ.
რონი. რას ამბობდით? ეს ის დელფინია? დიახ, ის არის. ყველაფერი კარგად არის. თითქოს არც დაკარგულა. ვერ ხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ეს ბუნებაა მისის გიდეს. ამას ვერასდროს გავიგებთ. კარი შეაკეთეთ, რომ შემდგომში თავად აღარ გაიღოს. დიახ, რა თქმა უნდა. თქვენს ბოდიშს მივიღებ. რა ბოდიშს? ალბათ ხუმრობ. ანის დაიმსახურე. თუ გინდათ, რომ თქვენმა უფროსობამ შემთხვევის შესახებ გაიგოს. კარგი. მაპატია. გმაყოფილი ხარ? იცით, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მიხარია დაბრუნება. იცი ყველაზე მეტად რა მაღაზიანებდა? აი ეს კეპი. ხელფასისგან განსხვავებით. სამართლიანი იქნება თუ თქვენ ლუის კომპიუტერის შესაკეთებლად ფულს მისცემთ. დაიმსახურეთ. მე თანახმა ვარ. არც იოცნებათ. რიკე, შენ ხომ დააშავე? შენი კომპიუტერი შენი პრობლემაა. ღმერთო, მაინც როგორი ძუნწი ხარ? ძუნწი არ ვარ. ყველაზე გულუხვი ვარ. ემას კი არ ვგავარ. შენც ხომ არ მოგაწყო აქ? ადგები და მომეწყობი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.